როდესაც მის ჩვენთან არის მე. იმევა და მადლობა მერს. ყველას გილოცავ მაქსიმუმ სამეცნიერების დღეს, მამა გაბრიელის დაბადების დღე არის დღეს და სერაფიმ საროვერის აღკვეცის დღე, ასე ვთქვათ, ეს დღე არის დაკუთი ამ დიდი წმინდანების ლოცვით, მადლით და წრეებით. ერთმა გაგახარო, ერთმა გაგაძლიერო. მადლობელი ვარ მამა ელისესი, რომ დაგპატიჟა ამ დღეს. აი ააშენა ისეთი ლამაზი მოხდა ტაძარი. შარშან ჩვენ ვაკურთხებთ და წელს დასრულდა ეს მოხდა როგორ ლამაზი ისეთი ნალოცი ტაძარი არის და იქნება. ერთმა გაგახარო, ერთმა გაგაძლიერო. ეს არის ფერისცვალების წარგზავნა და ჩვენ ვიცით, რომ ძველი აღთმის ყველაზე ცნობილი წმინდანი არის ილია წინასწარმეტყველი. და ილია ჩვენ ვიცით, რომ როგორი მკაცრი იყო. როგორი როგორ უყვარ მოშურნე და უყვარდა ღმერთი, სიწმინდე და ებრძოდა უღმერთობას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად ამისა, უფალმა ამხილა მისი ესეთი მოშურნეობა, მკაცრი მოშურნეობა. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ თავისი ხელით მოკლა რამოდენიმე ცრუ წინასწარმეტყველი და მის მერე დაიწყო მისი დევნა და როცა დევნაში იყო, უფალი მივიდა მასთან და ეკითხება, სადა ხარ შენ ილია? და ჩვენ ვიცით, რომ მთაზე კორვის ამ მთაზე იყო და როგორ ამხილა უფალმა და იყო მიწისძვრა, იყო ქარიშხალი, ჩაქაფუფილი და უფალმა უთხრა, რომ ამ მოვლენებში მე არა ვარ. ეს იყო აი ილიას, ასე ვთქვათ, ხასიათი, ბრძოლა, რომ ებრძოდა ასე მცოდვილებს, მაგრამ უფალმა უთხრა, სიავში, ნელი ქარი, აი აქ ვარ მე. და ესეც ჩვენთვის არის მაგალითი, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ წუთის სოფელში. როცა ხედავთ აი ესეთი ჩვენ გარშემო ცოდვა, მაინც უნდა ჩვენ მოწყალე გულით ილოცოთ, მოწყალე გულით ვამხილოთ, მოწყალე გულით ვიცხოვროთ. და მამა ივანე ოქროპირის განმარტებით უფალმა ასე უთხრა ილიას, რადგან შენ არ შეგიძლია იცხოვრა ამ ცოდვილ ადამიანებთან, მე წაგიყვან ზეცაში, სადაც წმინდანები არიან. და დედამიწაზე, სადაც ცოდვილები არიან, მე თვითონ ჩამოვალ ზეციდან. და ეს არის ჩვენთვის მაგალითი, რომ ასე უნდა ვიცხოვროთ. მამა მეგონა შენ მისმენი. ჩვენთვის მაგალითი არის აი პატრიარქი. ჩვენ ვიცით, რომ წმინდესი ისეთი მოწყალე გულით ადამიანი არის და ასეთი მისი ხილვა. ჩვენ როცა ხევში არის ისეთი ნიში მეორედ მოსვლის, ვიცით, ასეთი ხილვა იყო ბევრი ხალხი, იქ პატრიარქი დგას და ხმაურისა ასე ვთქვათ, ეუბნება, რომ ეს შენ პატრიარქი ხარ და ეს შენი მარეული არის და ვინც არ მოგისმენთ, შეიძლება დაწვა, ასეთი სიტყვა არის და უფალმა ასე უმძალა, რომ მისცა ესეთი, მაგრამ პატრიარქი ამბობს, რომ არც ერთი არ ესეთი მოწყალე გულით არც ერთზე არ განვახორციელია ეს და ასეთი მოწყალე გულით პირიქით ელოდება, ეუბნება უფალო, შეიწყალე უფალო, ასეთი როგორც მოსე შტააგონე და უფალო დააბრუნე შენი სიყვარული და ეს ჩვენთვის დიდი მაგალითია, ასე უნდა ვიცხოვროთ. მადლობელი ვარ მამა ელისესი, დედა ივანასე, რომ დაგპატიჟა ამ დღეს აქ და ასეთი მრევლი, ასეთი ერთგული. უბრალოდ ჩვენ ნაცნობ მრევლს უყურებდი რაღაცა ისეთი კაცრი სახით, რა ვიცი, რაღაცა
დღესასწაულია გაიღიმეთ. ანუ ყველა რო ვერ შემოვიდა ვერ დაეტია გარეთ მიჩვეულები არიან ტაძარში წილის მოსვენასთან. ჩვენ სასופველი გვინდა და ტაძარში არ მიშვიდა და სასופველი. მონასტერში. დიდი მადლობა ღმერთმა გაგახაროთ ფერისცვალების მადლი ველოდება მიძინება მრავალი დღესასწაული ერთად გაგვითანოს უფალმა. მინდა გითხრათ რომ ჩვენთან წალკაში იყო წირვაზე ერთი მამაო თვითონ წალკელი ბერძენია და ეხლა თესალონიკის ეპარქიაში მოღვაწეობს და ჩამოსული იყო ჩვენ წალკის საკათედრო ტაძარში თქვენიცი და ერთად წირეთ და ვთხოვეთ რადგან წელს არის 1700 წელი პირველი მსოფლიო კრების ბერძნულად ითქვა მწამსი ბერძნულად მამაო ჩვენო მერე ისეთი გავხარდა ჩვენ ბაბუშკებს და მერე გვიგალობეს საადგომო კანონი ისეთი ქრისტიანსგა მერე ბერძნულად ქართულად ისეთი აი არ არის ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი ესეთი ქრისტიანობა როცა ერთმანეთის დანახვა ერთმანეთის ესეთი გალობა ერთმანეთის ესეთი მოფერება და სულ მეუბნები ყველას დავაჟი დრუჟნა რა მოხდა არაო მეუბნები არაო მარტო მე და შენ უნდა ვიყოთ დანარჩენი არა და რა ვიცი რა გავაკეთო რატომ ხდება ეს არა მარტო ქრისტიანთა შორის ეს სხვათა შორის მამებთა შორის არის ისეთი მაგრამ ფიქრობა ესეთი ურთიერთობა ეს არ არის მოცემული ეს შედეგი არის ალბათ შედეგი არის მარხვისა ლოცვისა რომ ნამდვილად ისეთი ძმობა იყოს მაგრამ ჩემი ესეთი ცირი გამოცდილების გამომდინარე ხედავ რომ რამდენჯერ მე ვცადე რაღაცა გაუმჯობესება პირობების რაღაცა მიყვარს ჩინგედალი მიყვარს რაღაცა კარგი შესამოსელი მიყვარს რაღაცა მანქანები მიყვარს კარგი სახლები მოგზაურობა საჭმელი მიყვარს მაგრამ რამდენჯერ ეს მეცადე რამდენჯერ არ გამოვიდა და რამდენჯერ ეს უფალმა მომცა ისეთი სიყვარულით მივიღე უბრალოდ პური პატარა სუხარიკი რო იყოს უბრალოდ წყალი რაც ლიმონადი იყო რომ ისეთი გემრიელი როგორც ღვინო და ზოგჯერ ღვინო არის ისეთი როგორც ლიმონადი რატომ ხდება ასე საუკეთესო ამიტომ როცა გვინდა ვიყოთ პირველი ვიყოთ ბოლო და როცა გვინდა ვიყოთ პროსები ვიყოთ ყველაზე მონა და თვითონ უფალი აგვიყვანს და აყენებს იქ სადაც ჩვენი ადგილია და ჩვენი მადლობელი ვარ ვინც მოვიდა დღეს მადლობელი ვარ რაღაცა მახსენდება ისეთი ბავშვობაში ჩავდიოდით მაშინ ქალაქში ვიყავით და მამა ჩემი გამიყვანა თეატრი ან რაღაცა და იყო ისეთი იმ დროს ფოტოაპარატი და უცებ გიღებდა რაღაცა ადამიანი რაღაცა ეს მამა იყო გაბრაზებული ან ხასიათოდ იყავი რა დავდექი ასე და ის ფოტოგრაფი მეუბნა გაიღიმე კაცო ძველად რომ на комсомольский билет на партбилет фотографировать გაიღიმე კაცო на партбилет не фотографируйтесь ლავაინს მიუხედავად იმისა რომ რთული პერიოდი რთული დრო არის ჩვენ არა გვაქვს ისე ქრისტება არის რომ გავიხაროთ აი სერაფემის აროველის იყო მიუხედავად იმისა რომ ავატყოფი იყო დევნაში იყო ყველას ეუბნება ქრისტიანს და ჩემს საყვარელს სიხარული ერთმა გაგახაროთ მადლობელი ვარ და მრავალი ძინება მრავალი ფერისცვალება გაგდროს ჩემო საყვარელო დებო ძმებო ეს არის ჩვენი მეუფე გრიგოლის დაბადების დღე ძალიან ვთხოვე რომ მომძანებულიყო და არ არსებობს აი მე და მეუფე გრიგოლის შორის რაღაც ძალიან დიდი ხანია ისეთი ურთიერთსიყვარულია და ახვეცის დღეც არის და დაბადების დღეც არის და აი მადლობა ღმერთს რომ აი
ჩვენთან არის მეუფე, მადლობა ღმერთს, რომ აი მისი ანგელოზის დღესაც ჩვენთან არის ხოლმე, როგორც გრიგოლ ხანძთელს ჩვენი აშენები ტაძარი მამა გურამის და ანუ ჩვენ საძმოსთან არის ძალიან ახლოს სითბოთი, სიყვარული და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს მღვდელთავა როგორ უნდა იყოს, მღვდელი როგორ უნდა იყოს, ერის ადამიანი რომ სულ სიყვარულს, სულ ურთიერთობას, პატივისცემას, თავდაბლობას და ასხივებდეს რაღაც მადლს და აი ჩვენი მეუფე გრიგოლი ასეთი ადამიანია და უღმესი მადლობა. უნდა იყოს ასეთი. როგორ ჩვენ მისურვეთ ასე უნდა ვიყოთ. მრავალჯერმე თქვენი სიცოცხლე და მრავალჯერმე თქვენი აწლი დედა ეკლესიის საკეთილდღეოდ მადლობა, მაგრამ ფიქრობ, რომ დაბადების დღე არის ბავშვობის დასასწაული და სირცხვილია, როცა ადამიანი დაბერდა და დაბადების დღეს. მაგრამ აღვეცა მახსოვს ჩემი აღვეცა დედა სიონში იყო და საოცარი დღე იყო. რაღაცა ისეთი რამ მინდოდა რაღაცა იმის პუდრო და არ გამოდის პუდრო. სულ რაღაცა იმაში. პატივით. რაღაცა ცენტრი და დაბადების დღე მაინც ის არის ბავშვობიდან და მახსენდება ჩემი ბავშვობა სოხუმში. საყვარელი ბებია, ბაბუა და ის სიხარული, ის რაღაცა ნათელი რა თქმა უნდა არ იქნება. მაგრამ მამები ამბობენ, რომ რა ბავშვის სიხარული იკარგება დროთა განმავლობაში, მაგრამ სიწმინდეში შეიძლება დაგიბრუნოს უფალმა აი სიწმინდეში. წმინდანებს ეს ჰქონდა ბავშვობას უფლის ცნება არის. იყავით პატარა ბავშვები და მადლობელი ვარ პატრიარქის, მადლობელი ვარ ჩემი მშობლების. მამა ჩემიც თავისებური ადამიანი არის. დღეს რომ მივედი ეგრევე რაღაცა თავისებურად დამოწა რაღაცა სიტალოსო დაბლოგასლავით მას Всевышний Бог. რაღაცა უყვარს ლექციების ჩატარება, დამიწყო ლექციები როგორ უნდა ეს როგორ სიყვარული აფხაზებთან, სიყვარული ჩვენ მოწმეებთან რაღაცა. მე მეუღარი ემოციურად მივდივარ. რომ მომისმინე ერთი დაგვარისარი. რაღაცა მაინც ჩვენ გვინდა რაღაცა თავისი, მაგრამ ჩვენი ღმერთი, ჩვენი პატრიარქი, მამა ჩემი მეუბნება სიყვარული, სიყვარული პატივცემა. დაბრუნდეთ სოფელში. დიდება და მადლობა. ამინ. ჯირო ორდერ არზო